მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, გილოცავთ ამაღლებას. დღეს ამაღლება ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, ჩემო ბატონო. დღეს ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყველას გილოცავთ ამ წყინვალე დღესასწაულის, ჩემო ბატონო. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეს არის რადიო სივრცე 98.5 და გთხოვთ, რომ დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Facebook-ზე, გახდით ჩვენი მეგობრები და დარჩით ჩვენთან. არინანებთ. ჩვენ კარგები ვართ ძალიან. დღეს მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, მაგრამ სანამ სტუმარს არ გიგებდეთ, არ გამომიჩინოთ მინდა ბიჭებს, ხო? და მოდი ერთი პატარა ნაწყვეტი, ისეთი ხოშიანი ნაწყვეტი, რა, საოცარი ფილმის, აი, ეს არის ჩემი თელი ბავშვობა, ჩემი ოცნება, ასე შეიძლება ითქვას. ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკებ და აბა თუ მიხვდებით ვინ არის ჩემი სტუმარი და მე გეწყით კიდევაც. აგე. ამაშია საქმე ბატონებო და ქალბატონებო. ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი, ჩვენი ნანული ჩემო კარგო. ესე იგი, რამდენჯერ აი, როგორ ჯერ სანამ დაიწყებს ახლა და გადავალ ნანულისთან, მინდა ვთქვა, რომ ეს ფილმი ჩემთან, აი, როგორ იყო, იცი, ჩემი ბავშვობა, რომ აი უბრალო რიგით გამორთეთ დაგვანებით თავის შეიძლება დავილაპარაკებთ ახლა ჩვენ და ესე იგი მე მინდა ვთქვა რომ ეს იყო ჩემი ოცნება რომ აი თუნდაც ერთი პატარა ბავშვის როლი მეთამაშა იქ აი წარმოიდგინე და ამას როგორი ხა რა ბედი ხვდა წილად წარმოიდგინეთ ახლა უყურეთ აქ რა ხალხთან იყო 12 წლის გოგო წარმოიდგინე როგორი თავარ როლში ნუ ამაზე ვილაპარაკებთ უეჭველი ნანული როგორ ახარ ჩემო არაჩვეულებრივ ადამიანი მადლობთ გენაცვალე უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ და მთელ საქართველოს ულოცავ ამაღლებას ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს შენ კი მიულოცე მაგრამ ეხა მეც მინდა რომ მიულოცო გენაცვალო ჩემი თავი ჩემო კარგო ადამიანო დავიწყოთ ეხლა როგორ შეიძლება შენი ბავშვობიდან და შენ მე თუ წარმომიდგა აი მარად ბავშვი ხარ ცოტა ყველა ხელოვანი უნდა იყოს მე რომ მკითხო უნდა იყოს ბავშვი რაც უფრო მეტად დარჩები ბავშვად უკეთესია და ხოდა შენ ეხლაც ბავშვი ხარ რაღაცნაირად აი დედას მითხარ ხშირად ხოლმე რომ შემშრია ეხლა რამდენი ხანია გიცნობ და როგორ მიყვარხარ კი იცი და ამბები საერთო ახლობლები აგრეთვე ხოდა ჩემო კარგო და ეხლა რაღაცა რამდენჯერ მითქია მანანა სარაჯიშვილი მითქია ამ დროს დედა ჩემს ქვია ნანული ხო აი ამ დროს დედა ჩემს ქვია აი მე ნანული სარაჯიშვილი ბიჭო რა მოგივიდა ვაიმე ხო ნანული აი იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ეს იყო მართლა აი როგორი აი ვოცნებობდი მახსოვს ოთახში ვითომ მანანაში ვთამაშობ აი რაღაც აი ეგეთი რაღაცები მახსოვს ამ ფილმთან მაშინ საკონდა ამდენი ბედნიერება ხა ამდენი კინოები და ბავშვებს ხო რა და ეს დავიწყოთ ბავშვობიდან რა აი მანანა გავიხსენეთ მე ინტერეს სუ პატარა ჯერ ოჯახიშვილი ხარ ჩემო კარგო ისეთი რომ ყველა მიცით აგერ ვანო სარაჯიშვილის შვილი ხარ და აქეთ დიდი სარაჯიშვილის კიდე ჩემო ბატონო უზარმაზარი მეცენატის და ხო და ასე რომ დავიწყოთ ბავშვობიდან აი როგორი იყო შენი ბავშვობა ვიცი რომ ლაღი ბავშვობა ქონდა ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა მაგრამ ეხა რახან ახსენე ეს ის არა ქვიან მეშლებაო სახელიო ამაზე მე ხა ასაკში ვარ და მე დამავიწყდება ეხლა უნდა ვთქვა და მე გადავიდე ბავშვობაში როგორ შენ გაგიხარ ბათუმში არის ასლან აბაშიძის დრო საღამო მედიკო ბიბილეიშვილის საიუბილეო არა ცირაბზიანიძის იყო მე მედიკოზეც ვიყავი მოკლედ მაშინ ინტურისში ხდება მოქმედება დიდი ამბავია მოკლედ ასლანმა გააკეთა ეს ისა ხო და ნუ მე უნდა გამოვიდე და სიტყვა ვთქვა ცირა ერთად სწავლობდით 800 ერთად სწავლობდით ერთად დამამთავრე თეატრალური ინსტიტუტი მოკლედ სიტყვა უნდა ვთქვა ხა გამოვიდა ეს წამყვანი და ხლაფორთობს ჯაპან როგორ ხლაფორთობს და მიხვდი რომ ხლაფორთობს ეხლა მინდა სიტყვა გადავცე ჩვენთვის ყველაცვის საყვარელი ისა ეხლა სიტყვა და ნუ მოკლედ დაიბრა და ასლანმა
მანარას არაჯიშვილი რა დაგემართა კაცო. ისე რომ მანარას მეძახის დღესაც და ისეთ იმებს ეშლებათ ხოლმე კაცო გიჟდები ვისანაც ერთად გავიზარდე ბავშვობია იმათაც კი ეშლებათ. არა ნუ ეს იყო რაღაცა საოცარი ფილმი იყო ეხლა ის როგორი ფურორი მოახდი და თან ბავშვებზე ეხლა წარმოიგინე და ახალგაზრდებზე და ყველა დიდებზეც კაცო რატო დაგაბარა. მაშინ არ ვიყავით საბავშვო ფილმებით ასე განებივრებული. სად იყო ეხლა მით უმეტეს არ არის არ ვიცი საბავშვო ფილმები და ნუ მე ეს განაპირობა იმან რომ არაჩვეულებრივი ხალხი ნამდვილი ვარსკვლავები ღებულობდნენ მონაწილეობას. მანანათი დავიწყოთ თუ ბავშვობით დავიწყოთ შენი ბავშვობით. ხო, ჩემი ბავშვი. როგორ მივიდეთ მანანამდე რა? აი პატარა აი მაინტერესებს თუ პატარა რატო აი ვიცი რომ კიდე მანამდეც მივალთ რომ არ ქონდათ სურვილი რომ შენ მსახიობი გამოსულიყავ. არა, ბავშვობა მქონდა ძალიან ლაღი და რატო ეხა გეტყვი. ძალიან კარგი მშობლები მყავდა და მაშინ მეღვინე მამაჩემი იყო მეღვინე და მეღვინეები მაშინ ძალიან კარგად იყვნენ. რაღა დაგიმალოთ და ამდენად ყველანაირად ქონდა ლაღი ბავშვობა, მაგრამ მიუხედავად ამისა მე აბსოლუტურად განსხვავებული ვიყავი ამ პერსონაჟიდან. ფილმში არ გეტყობა თუ რა? არა, სულ სხვანაირი. პერსონაჟიდან განსხვავებული. არა, განსხვავებული. წყნარი. ძალიან ისეთი მე ისე გავიზარდე ბელინსკის ქუჩაზე და ხმა არ გაუგია ჩემი არა. ძალიან წყნარი აბსოლუტურად და ეხლა მართლა გამიგვირდა. ხო და მე რო შევხვდებოდე ვიღაცა. აი, ჩემი შვილი ზუსტად თქვენაირია გენათვალე. ისეთი ცელკი აი ხეზე ავარდე. დედა შემიუბნება არა გენაცვალე არა ეს სხვანაირი ბავშვია წყნარი ხო აბა როგორ გაგხანდა ეგეთი მაგვარანსი ფილმში ვინ იმუშავა ამაზე მაინც გენაცვალე ნიჭიერებაზე გარდასახვის უნარი და ასე შემდეგ არ ვიცი მე თვითონ მიკვირს სხვათა შორის რანაირად მოხდა როგორ მოხდა და მოკლედ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა გავიზარდე ძალიან კარგ უბანში ვერაზე ბელისკზე ბატონი ნიაზ დიასამიძე ჩემი სათაყვანებელი ადამიანი და უნიჭიერესი კაცი ნუ მიხვდი ალბათ დიდ ნიაზზეა ლაპარაკი მის ხელში გავიზარდე ჩვენ ერთი კედელი ვქონდა და საერთოდ ცხოვრობდა სასწაული ხალხი აქეთ ბიძინა ავალიშვილი ეს სკულპტორი ნინო ანანიაშვილი ჩვენ ქუჩაზე აქეთ ზევით კიდე ნუ რა ვიცი მე ყველა ისეთი ქართლოს კასრაძე ბატონო ესენი რო შეხვდებოდე ნიაზი და ქართლოსი და ამათ რო დუეტი ქონდათ ნიაზი ფანჯრიდან ყურებოდა ქართლოსიზე ვიცხოვრობდა ეს რო რაღაცას ეთქოდა ის რო ეხა პასუხს ვერ დაუბრუნებდა თუ რა და მოკლედ ძალიან აი ესეთ სიტუაციაში გავიზარდე და მამა ჩემი რაც შეეხება მიუხედავად იმისა რომ იყო მეღვინე იყო ძალიან კარგი ისეთი მოკეიფე კაცი იყო მოკლედ რა კარგი თამადა კარგად ვღეროდა ცეკვავდა და აი ეს წინათ ეხლა ეს ყველაფერი ხდებოდა ძმა ვანოსი უკაცრავად იმ ხმა იმას არ გამოვადგა ნუ ვანოსნაირი ხმა ბაბუა ჩემს ბაბუა პირდაპირ ბაბუას ბაბუის ძმა იყო ვიცი ვანოსი ბაბუის ძმა ხო მეორე ძმა არა ვღეროდნენ ეგენი ყველა 11 ძმები იყვნენ და ყველა ვღეროდა ძალიან კარგად, მაგრამ ნუ ეხა ვანუ ეს ხო ერთი გამოდის და იყო რაღაცა განუმეორებელი. ხო და აი ესეთ სიტუაციაში გავიზარდე რა მინდა მე ვთქვა, იცი? ჯაბად მაშინ იყო ოჯახებშია ეს ამბავი. დაბადების დღეები, ქორწილები, ხო, ჩემთვის ქორწილი ოთახში სახში გადავიხატა ხა დიდი ისეთი ის არა ქონა დვარეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო, ესეთი ის იყო და ეს ძალიან კარგი იყო. ეს ძალიან ბერცე. მე იქ გავიზარდე ჯასუ კახიძის მამა იყო, მამაჩემის მეგობარი, ვანიჩკა კახიძე, გიგლა ფირცხალავა, აი ეს ოთარ კობერიზე რომ მოიყვანა მამაჩემა სახში სტუმრად, ერთი კვირა არ მეძინა. მივედი სკოლაში და მე ვთხარი, ვაიმე გუშინ იცით ვინ იყო ბავშვები, ოთარ კობერიძე ბაშიაჩი არ დამიჯერეს. და ასლაპარაკობო კაც. აი ესეთი სიტუაცია იყო მაშინ რომ რაღაცა მე გარდა იმისა იყვნენ პიროვნებები. პიროვნებები იყვნენ გარდა თავისი ასეთი ნიჭიერებისა ყველანაირად ხო და აი ასეთ სიტუაციაში გავიზარდე ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან ბავშვობაში და რამე კი როგორ არა მაშინ ახლა ბზიური და ეგენი არ იყო და როგორ არა აი რაღაცა სკოლიდან კონცერტი რო იყო რაღაც ასე გამოვიდოდი და მე დავდიოდი მე პიონერთა სასახლე ერქვა მაშინ ახლა მოსავლე ახალგაზრდობის აქ დავდიოდი ყველა მან დადიოდა
კი, მად ვიყავი არაჩვეულებრივი ანსამბლი იყო, ესეთი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. და დღესაც მეგობრობთ იმ ბავშვებთან და ყოველ 2 მაისს ვიკრიბებით ხოლმე სასახლესთან და მე მივდივართ და ვქეიფობ. აი, ასეთ სიტუაციაში გავიზარდე და ასეთი მაგრამ არასოდეს არ მიოცნებია მე რომ რაღაცა მსახიობი. ეხლა რატო? მე ლამაზი არა ვარ. ხო, ეხლა მსახიობი უნდა იყოს. თუ ვიცი რომ 10,000 ბავშვი თუ რაღაცა შეიძლება. კი, 1500 ბავშვი გასინჯეს კი ეს დაფიქსირებულია იმაში და ნუ მე რასაკვირველია, ვინ წამიყვანა იქ იყვნენ ულამაზესი გოგოები მიყავდათ რაღაცა და ჩვენი დღეს ბარემ მოვყვები ამას, ხო? კი ბატონო. ხო, ჩვენი მილიონჯერ მაქვს მოყოლილი, მაგრამ ნუ რა ვიცი. არა, ამნიშნულობა, მაგრამ საინტერესო. ხო, ჩვენი დღეს დაპატიჟებული ვართ ერთ ოჯახში. და ასე დავდიოდი დედა, მამა, ჩემი და უკრავდა, ნუ მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული, არაჩვეულებრივად უკრავდა, სხვათა შორის გადაღებულია ფილმში ჩემი და სამუდარელი ჭაბუკი. იმედას დასრო თამაშობს უფროსი, ის ჩემი და მე უფროს დას თამაშობს მაკა მახარაძე, ნუ გაახსოვს ეგ ფილმი და იმის მეორე შვილი რა ქვია, აი ჭეთრელი მსახიობი, კაი მსახიობი რა ქვია. ყაბლაძის შვილები, იმედა ჩემი და მაკა მახარაძე. ხო და ეს იყო გადაღებული, იყო ძალიან ლამაზი ჩემი და ნუ იყო გაზეთებში რომ მაშინ გაზეთები იყო, არ იყო ასე ახლა ყველა ვისაც ფეხი არა უცდება, ყველა ტელევიზიაში როა და ყველას მიკროფონი უჭირავს და ყველა რომ ღერია. ხო, არა, ასე არ იყო მაშინ ესაბავი და მოკლედ ერთ ოჯახში ვიყავით დაპატიჟებული და მოკლედ იყო ბატონი რეზო ჩხეიძე. აქ სტუმრად ასევე დაპატიჟებული. ხო და ეს რეჟისორები ეუბნებოდნენ ბატონს ნირეზო აი კონსულტანტივით იყო რა, სულ ეკითხებოდნენ რომ აი ესე ვიღებთ ფილმსო და ნუ სცენარი წაიკითხა, მოეწონა რაღაცა და იქ გავმართეთ კონცერტი. ასე ვთქვათ ოჯახური. ჩემი და უკრავს, მამა ჩემი მღერის, მეც ვიცეკვე, ვიღერეთ რაღაცები ისა და წამოვედით. მორცხე ბავშვი არ იყავი, ესეთი არის თავისუფლად ბავშვი. კი არ იყავი, აი ეს არა, ვიყავი, ცოტა მორცხე ვიყავი, მაგრამ ეხლა ოჯახის სიტუაციაში ოჯახთან ერთად რომ მღეროდი და ცეკვავდი და რაღაცა ეს ოჯახური მასში გადიოდა, მაინც სტუმრებში და რაღაცა. ხო და უთხრეს ხო რომ ესე ბავშვო კაცო ვეძებთო და რაკენითო ბატონმა რეზომ უთხრა და აი 1500 ბავშვი გავსინჯეთო ბატონო მოყავთო ულამაზესი ბავშვებიო მაგრამ აი რაღაცა მაინც ის რაღაცა ხო აი რაღაცა ვერ მაგარი ბავშვი მაშინო მე გეტყვითო მე გუშინ გოგო ვნახეო შემთხვევითო ესე ოჯახში რა რეზოს თვალია ხო თორმე ასე ალბათ 11 წლის იქნება სარაჯიშვილების ის არისო რა ქვიანო ხო და აი როგორ მე დაურეკეთო იქო და უთხარითო რომ ეს ბავშვი მოიყვანონო ნუ დარეკეს ახლა იმაში ოჯახში და წაიყვანეს ჩემი და მე ვინ მიყურებს ჯაბა რასა რისორი მინარი გაბახსენე გუდავაძე მარტაშვილი შალვა მარტაშვილი და ზაქარია გუდავაძე წაიყვანეს ჩემი და ნუ ახლა ჩემი და რომ შევიდა და ისა და ვაიმეო დედა რა ლამაზი გოგო მაგრამ დიდიაო ისაო დიდიაო და მე უთქვია ისე ბატონ რეზოს რომ კაცო თქვენ დარეკეთ და უთხარით პატარა წამოიყვანებო ნუ აქ ისეთი ამბავი ატყდა ოჯახში ნუ სიცილად არ ეყოთ რასაკვირველია არ წამიყვანა დედა ჩემმა უირასო ხო ნუ ახლა ბაიც არ გადაიღებენ ეგეთი ქვეტექსტი რა და ხო და გული დაწყდება რაღაცა და დაკომპლექსე და რაღაცა დათლია ჩემმა წამიყვანა და რო შევედი ჯაპან რა ვნახე ესა თუ ვინმე ლამაზი თბილისში საქართველოში არსებობდა იქ ბათუმიდან ქუთაისიდან ნუ თბილისელები თავისთავად იქ რაღაცა იმ ანსამბლებიდან იმიდან ამიდან ესენი ზიან ეს გოგოები და ესენი რო დავინახე ხა მე იქ რამეს გავაკეთებდი აბაო ეხლაო თქვენ ჯერიაო ისე რა ქვია ნანული ესე რაღაცა უკვე ცუდ ხასიათზე დავდე აბაო ისე ვიციო რომ ჩვენ რო ვიცით რომ კარგად ღერი გავაქნიე თავი არა მეთქი ნუ მაშინ რომ ვიცით რომ ცეკვავო ესე გავაქნიე და მაშინ რომ ლექსი წაგვიკითხეო არა მეთქი მე ვთხარი
და კარგად იყავით მეთქი და წამოვედით. და ეს ნათლია ჩემი, ხო იცით, ბავშვებია მიჯიკავებს ესე და რაკენია და მე ვთხარი ისეთი ლამაზი გოგოები რო არიანი, მე ვინ გადამიღებს აქ მეთქი და არ მინდა მეთქი და წამოვედი. მოკლედ მე ისევ დარეკეს, მოვიდესო მარტო ფოტოებს გადაუღებთო მოიყვანეთ, მარტო ფოტოებსო არაფერი არ გააკეთოს. აი ფოტოებზე რომ მივედი ეხა გულში ვფიქრობ ამ ლამაზი გოგოების ჯინაზე სადღაც მაინც რაღაცამ დამკრა ტვინში. მოდი იმას ვიზავ მეთქი. ვიმღერე რაც მითხრესა შემო გავაკეთებ ამას მეთქი და მოკლედ ავხტი მაგიდაზე. ვიცეკვე ვიმღერე ლექსია წამიკითხავს, ჩამოვედი იქ და მე გადამიღეს ფოტოები და მე უკვე დავჭით 3. რა კონკურსი იყო მაშინ ამტკიცებდა სამხატვრო საბჭო, ცეკა, ტეგი იყო ერთი ამბავი, ესე კი არ არის ხა რეჟისორს რო უნდა და გადაგიღებს. არავის არ ეკითხება, ხო? აქ მაშინ ასე არ იყო. ჩემ ბავშვობაში არ იყო ასე. ნუ მოკლედ დამამტკიცეს და ისე ვინერვიულე ჩემო კარგო რაღა ბევრი გავაგზელო 39 ნახევარი მომცა ემოციისგან სიცხებ და არ ველოდებოდი არანაირად. ნუ ჩემები დაჩე გაუგნებულები და კიდე კვდებოდა სიცილით. ნიაზი ეუბნება საწყალი დიასამიზე ძალიან მიმაშვებოდა რა ქვია გულშემატკივრობდა და რაღაცირებთ კაცო ვერ გავიგეო ბავშვი დაამტკიცა უნდათ ესო და თქვენ რატო ხართ ის? ნუ მოკლედ როგორც არის აი ესე მოხვდი ამ ფილმში. მაგარი ფოტო ვიპოვეთ არქივში ხაი დახე რა უყურე დახე ესე ხო ცეკვა თან ესეთი ხარ ჟორჟოლიანი წარმოიდგინე სესილია თაყაიშვილი რა ქვია იაშა ტრიპოლსკი მედიკო ჩახავა ხვიჩია ხვიჩია ნუ როგორი პარტნიორები ხო და აი ახლა მანდ რა ხდებოდა ახლა მაგი დაგეხმარენ რამე აი მუშაობა მაგას როგორ ვიფიქრებდი ეს ხალხი ახლა მე თიაჩი დავდიოდი და იცი აიგრე ბაში ბავშვები თან ქართველი ბავშვები ბოდიშვილი საერთოდ ეხლა აი მაგალითად რუსული იარალაშებს და რაღაცებს რო უყურებ ხო მაგრამ ისეთი ბავშვები არიან მუშაობ თამამი ჩვენთან ძალიან იშვიათია ცოტა ისეთი დაკომპლექსებული ბავშვი ხო ჩვენ თაობაში ეგეთები და შენ რაღაცა გეგონება ნუ მიასე როლს ასრულებ რა ეხლა ხო და ჩემებს ეგაუგვიდა სწორედ ჩემ დედმამას კაცო ეს ალბათ რას გააკეთებს ხა სახში კი სტუმრებთან გამოვა ოჯახში იმღერებს იცეკვებს რაღაცა მაგრამ ხა იქ რას გააკეთებსო და რასაკვირველია ამან ძალიან დიდი სკოლა მომცა ქალბატონმა სესილიამ ჩვენ მე დამეგობდით ძალიან მეგობრობდით და მისი სხვათა შორის მისი გადაწყვეტილება იყო რომ მე კიდე ბოლომდე ვფიქრობდი რომ თეატრალურზე ჩავაბარო თუ არა და ქალბატონმა სესილი აშვები ეხა გოგო შენ სანამარებ რო იცი როგორ იცოდა ხო და რა ვიცი მეთქი აბა ჩემებს სამედიცინო უნდათ მეთქი მაშინ სამედიცინო იყო მოდაში ჩემ ახალგაზრდობაში ხო და ხო მე რა ვიცი მეთქი ბავშვები მიყვარს და ვფიქრობ მეთქი პედაგოგიურზე ხო რაღაცა მოკლედ აი ესე ვიყავი ნიკოევს случай აი ყურში მაქვს ეხაც მისი სიტყვები რუსულად მითხრა შენ ტარიანი ხელში თან ეძებდა შენ თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩააბარო და მამა ჩემს არ უნდოდა მამა ჩემს არ უნდოდა ეხა ადაგიმალა ცოტა ცუდი ტონი იყო თეატრალური ინსტიტუტი ხო ეხა ეცინებათ მაგას რომ ამბობარა ეგრეა ხო და დედაჩემს უთხარი რომ მოვედი გახარებულია ესე მეთქი სესო შემხვდა მეთქი ესე მითხრა და დედა მეთქი მოდი ნუ ვანერვიულოთ ხო ახ ადრეა იქ გამოცდები თეატრალურ ინსტიტუტში და მე ვხარი ჩავა იქნე ვერ მოხვდე და თქვილა რატო ვანერვიულო და მე გამოვიტანთ იმ საბუთებს და ჩავაბარე მოკლედ ჩავაბარე და მოხდი ამ გაუგებრობაში ეგრევე ხო და მოხდი ხო და დიჭიერი რო ხარ ეხლა მოაბზადე ძალიან მაგარი მაგასთან დაკავშირებით ძალიან ისეთი მაგარი დაწყვეტი გვაქვს ჩაგვირთეთ ერთი აგერ უყურე შეხედე შენ ეხლა უყურე აბა თუ გახსოვს აი მე ლევან ჩაილოშვილა მაცალწლების გვერდად აგე თუ არ მღერი გედაც ეს თეატრალური ისინი გემათ გადაცემები როგორც კითხვა ეხა მე წინება რომ ლევანი რა ვარ ახალგაზრდები ხარ აბა მე ლევანზე ეს ხადმიდა ანგელოს თვითომერთი გახლავა ხადმიდა ანგელოს თვითომერთი გახლავა
ხო, ესე იგი. მოდი ახლა მე რა მინდა რომ თქვა, საოცრება რა არის? კიდე რა გავიგე? რამაც გამაოგნა. რანაირად ხდება ახლა ეგ ამბავი, ჩემი არ იყოს. მე ვიყავი მეკარე 8 წლის გამო. კალათბურთზე გივლია. არის ეგ მართალია ეგ ამბავი თუ დედას გაფი კალათბურთელიც იყო. ნუ ეგ რა არის პერიოდია ეს დედას. ეგ არის ნუ მოკლედ ჩემი ბიჭი არის 1.92 სიმაღლეში. ხო და ნუ ვერაფრით ვერ იჯერებს ნანო შეკალათბურთე ვა ჩემი შვილი კვდებიან სიცილით რომ მე დავდიოდი ეხლა რა მოხდა რამდენი ისახარ რა ალბათ ვიყავით სადღაც მე-6 მე-7 კლასში ნუ ბანანას პერიოდია რა მაგის შემდგომი ხო შემდგომი დადიოდნენ მაშინ ეძებდნენ მაღალ ბავშვებს ამ კალათბურთისთვის შემოვიდეს გრელი გუგუშვილი იყო ეგეთი არაჩვეულებრივი კალათბურთელი და ბავშვები ყავდა რომელსაც იმაში ავაჯიშებდა და შემოვიდა აბა მე ვდგევარ ბოლოში დასაკვირველია ხა დაბალი და მაღალი გოგოებით განარიგა და ეს სამი გოგო მაღალს უთხრა მარჯვნისაკენ და გაიყვანა აი სამი გოგო მიმყავსო გაეკიდა ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი და უთხრა გრელიო ესო ატარა არისო აი დგასო სარაჯიშვილის გოგო და კიო ვიციო ესო კიდე ატარა არის სიმაღლითო მაგრამ ძალიან სწრაფიაო და წაიყვანეო და თუ არ გამოგადგება ეხა პრეტენზია ხო არა გვაქვს რომ გიდა თუ არა კალათბურთელი მოკლედ აი ესე მოხდი იქაც ესე შემთხვევი და ისე გამიტაცა მამა მე შეჯიბრებებზე გამოვდიოდი დიდი ხანია დიდ ხანს დადიოდი სულ ბოლომდე მთელი სკოლებში შეჯიბრებები გქონდა კი აბარა და ძალიან კარგად თამაშობდი ეგრე გამოდის მაგას არა ნუ ხა კარგად თამაშობდი რა თამაშებელი იქნებოდი რა ხო ასე სწრაფად დავმოდი და იმ მაღლებს ვაწვდიდი ბურთებს და ისინი ხო ეგ არის გამთამაშებელი კი ბატონო კი მოკლედ აი აგაშე მე რომ ეგ კარებში არ ვჩანდი სელფიდან მიწამდი სანიერი ეგუნა ბურთი რო ჩერდებოდა რატო გაჩერდაო იყურებოდნენ არა მეკარე იყავი კიდე დიახ ბატონო დიახ რა მეკარეები არის ნორმეტრიანები ეს რა ისე რომ ჩემი ცხოვრება და ჩემი ისა სულ არის რაღაცა კურიოზულ შემთხვევითობით რაღაცა თან კურიოზებით ახსავსე კურიოზები კი ბატონო შემოვიო ეხლა რა მაინტერესებს აი ყველაზე შეიძლება გაგდათქვამი სადღაც ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ეხლა უამრავი როლი გაქვს უსწავლის თეატრში დანახი მაქვს ქვეყანა როლები გაქვს დათამაშები და უამრავი მაგრამ რაღაცა ფილმში და როლები რაღაცა გამორჩეული გაქვს ვერიზუბლის მელოდიები და რაღაცა გიყვარს ეგ შეიძლება ძალიან მიყვარს ხო აი გაქვს დათქვამი ეს ამბავი და რაღაცა მეტყვი მართლა ძალიან რაღაცნაირი ისეთი აი ადგილია რაღაცნაირი მელოდები ხოლმე ფილმში მეგონა ამისე რომ არაჩვეულებრივი ფილმია ყველა და ყველა როგორი მსახიობები არაჩვეულებრივი ფილმია და არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ და რაღაცა აი ჩაგვიგდეს ბიჭებმა რა ხალხი რამაზი სოფიკო Magaria. Passou bandido lá, rauca შეზევდიდინე, სულა პერსკიდუ დაგვინდა ხა ჩვენ ბიზნესო კიდე ისე ჯგუფში ვისთან ვიყავი ისა რა ქვია ჯგუფში პედაგოგი ვინ იყო? აი ვინ იყო პედაგოგი და ვინ იყო შენი ჯგუფი? პედაგოგი იყო ბატონი საშა მიქელაძე. ვა შენ გედა. ეს არაჩვეულებრივი პიროვნება და გადასარევი კაცი, მაგრამ ჩვენ შევხვდით ყალთაბანდების ჯგუფი რა. აბა ვინ არის ეგრე? გია ფერაძე, ამირან ბუაძე, ელისო გუდიაშვილი, ასფალტ ყაბლაძე, დათო დვალიშვილი, თემური ხუნაშვილი ბატონო თელავის თეატრის სიცი ხო და ძალიან კარგი ჯგუფი ქონდა მაგრამ საშას გიждდებოდა იმიტომ რომ ის ცოტა სხვანაირი კაცი იყო არავინ არ მოწონდა არც ერთი არავინ არ მოწონდა ისეთი ის იყო ხო და ხა წარმოიდგინეთ ჩვენ რას მოვეწონებოდი ჩვენ ესეთი ყალთაბანდების ჯგუფი ხო ესენი ყალთაბანდების ჯგუფი და ძალიან კარგად მახსოვს ეს ინსტიტუტი იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები ყავდა. აი არა ერთი მეორეზე უკეთესი ყველა. ბაბულა ნიკოლაიშვილი, მალიკო მრევლიშვილი, კუკური ბატარიძე, მე რომ მივედი მისაღებ გამოსებზე აკაკი ხორავა და
აკაკის ხარ კიდე მისწრებული ხარ ეს. კი, აკაკი ხურაბა იყო. ილია იყო თავაზე, მაშინ რექტორი. კი, ილია იყო ჩვენი. ჩემთვის ეთერი იყო უკვე. ეთერი იყო უკვე, ხო, თქვენ შენ ბავშვი ხარ გენაცვალე. არაფერი კაცო რა ის ბავშვია. ხო და ეთერი მერე უკვე, ეთერისაც მოვესწარი უკვე მერე. ილია რო გარდაიცვალა, მეორე კურსზე ვიყავით მეგობრებო და მერე უკვე ქალბატონი ეთერი იყო გუგუში. ეთერი და ვასო კიკნაძე იყო და იყო. კი, როგორ არა. კი, ვასო საშა კიკნაძე არ გახსოვს. როგორ არა მახსოვს, მახსოვს. იყო შენ დროს. კი, მახსოვს, ეგენი მახსოვს. ფერაძე? ჰა? მოგიხსნის რიბედიას, ფერაძე ეუბნება. ფერაძე არ იქნებოდა. არა მაქვს ბატონო. ხო, არა მაქვს ბატონო საშა. დაგინიშნავ და მოგიხსნი. დაგინიშნავ და მოგიხსნი. ხო, არა ჩვეულებრივი ის იყო ეს საშა კი რაღაცა კოლორიტული ტიპაჟი იყო რაღაცა. რა მაინტერესებს კიდე აქ ხო მე კაი ბერისუდის კითხე ყველაფერს გეტყვი. ხო არ მინდა რომ ესე თან დრო რეგლამენტმა მოკრამ და ესე ვარ ხოლმე რომ მინდა რომ ბევრი რამე კითხო რა. გამიგე ეხლა რა მაინტერესებს იცი რომ ახლა ფილმშიც აი მაგალითად ეხლა გადავიდეთ მაშინ არ მინდა ეს ბოლოსთვის მინდა შემოვიდეთ გარიგებასთან დაკავშირებით. ხო, კი ბატონო. სანამ აი მოდი აქ გადავიდეთ რა ვერისუმის მე თქვი და ეხლა მოდი რა აი როგორ მოხდა რომ მე ხა ეს ყველაფერი უკვე კარგად მახსოვს ამ გარიგების სიტუაცია რაღაცნაირად იმიტომ ის გარიგებამ რაღაცა ისეთი ამბავი ზაზაკოლიშვილი მე ხა ეს ფილმი რო გადაიღო გასაგებია რომ თქვენ ახლობლები ხართ ჩემი ახლობელიც არის მე შვილის ნათლია ვარ ჩემო ვიტოსი თან სერიოზული რეგისტრის შენი უახლოესი ხალხი მე და ჯაჭვიანი ცხონებული ვარ ვიტოს ნათლიები რა ხო და სოსო ჯაჭვიანი ხო და მაინტერესებს რა ის გარიგების ამბავი როგორ მოხდა დაახლოებით კი ვიცი მაგრამ მაგ პერიოდში არ ვიყავი ისი ახლოს სხვაგან ცხოვრობდა და რაღაცა არ იყო მაშინ მეზობლებიც ვიყავით რა მაინტერესებს აი როგორ დაიწყო გარიგებასთან როგორ დაიწყო და ეს შევთხოვით ესე იგი ზაზა ვიცი რომ იღებს ფილმს სადიპლომო ნამუშევარი ხო მე სარეისო დაამთავრა და ეს სადიპლომო და თეატრში ვზივართ რუსთაველში სპექტაკლი გვაქვს აღარ მასწავლს ასპექტი მე მგონი კავკასიური ქონდა თუ რა იყო და ესე ვიკეთებთ გრიმს და მარინაზის შემგვეძე საღარაძე ხა და შემოვიდა ისა კიდე ია იყო გნინძე ხო ნუ აღარ მასწავლს ოთახში კიდე ბევრი ვიყავით და აი ესეობა უიმე მეთქი ზაზა ძალიან გამეხადა რომ ფილმს იღებ რაღაც ვიღებ და მოყვა აი ესეთი და ესეთი შინაარსეო ძალიან მომეწონა მაგრამ მე არც ხო და მარინა მინდა გადავიღო ცოლის როლში ხო ზაზამ ხო საღარაძე ხო მეთქი ძალიან კაია ყველაფერი ნუ აი დამთავრდა მოდი კახელი ცოლის როლში კაცო გარი და საღარაძე არა მარინას მერე რო წამახეს ხო მეთქი მე რო გახელი არა ჯერ შენ არ ახარ ნაგულისხმებით ხო მე ხო არა მერე შენ არაფერს გეუბნება ჯერ არა არც ყავდი იმაში და მერე უკვე გადაწყვიტა სხვა შემადგენლობა ყავდა იყო საწყალი მამუკა კიკალეიშვილი ამ მიხოს როლზე და ის არა ქვია და იმაზე ვიღაცა კახელი გოგო მსახიობი ხო ვიცით რომ ამას იღებს რაღაცა და უცბად ღამე მირეკავს ეს გიჟი ზაზა ნანულ ჩაალაგე ჩემოდანი ვა ვიფიქრე კაცო ამ კაცო ცოლი ყავს ადმიყვა რა ჩემოდანი ჩავალაგო მეუთხარი მე სხვაგან წავე ხო ვერ გავიგე რა ხდება რა აი ესე გუშინ ბევრი ვიფიქრე და შევცვალე ისა გოგა უნდა გადავიღო პიპინაშვილი და შენ მაროს როლში და ის ბიტოს როლში და როგორ მეთქი და მივდივარ თელავში აი ესე მოკლედ როგორ ბევრი გავაგრძელო ჩავალგეთ ახალი გამოყვანილი მყავს მოსკოვში ფილმში როა გადაღებული მე გავუარე გოგას რენო მოსკოვში ეგ არის როგორი მოსკოვში მუდმივია ყიდულობდა ვერ ყიდიო ეგრე იყო ვაიმე ეგ მაგან გამიმწარა სიცოცხლე ხო და ჩავჯექით მე და გოგა და წავედით თელავში ეხა ჩემდა სამარცხვინოდ გადაღებაზე ვარ მარტო ნამყოფი აი საუზაურის ალხინეთში გადავიღეთ კახეთში რაღაც ეს თორე ისე წარმოშობით კი ვარ კახელი მაგრამ არ ვიცი ეს დავდე თუ არა შევედით სასტუმროში ეს ჩანთები დავალაგე თუ არა და გავარდი ბაზარში თელავის ბაზარში მაინტერესებდა ამათი კილოკავი როგორ რა დიალოგები აქვს და ეს ბაზარში დავატყავ წრეს წავალ წამოვალ უსვე როგორ ლაპარაკობენ და ერთი
კვირა დავდიოდი მოკლედ აქ, რომ აი მესწავლა ამათი. აი ესე მოხდა ეს ამბავი და მე ხო, აი მე დელაველი ხარ ხო, გადასალ. ხო და ასე მოხდა მოკლედ ეს ამბავი და შაღირობდე რა ჩვენები ის რომ აი ოსკარს აიღებს ოსკარი არა მაგრამ ოქროს არწივი ავიღე როლის საერთაშორისო ფესტივალი ხო თუმცა ვერ მიგაწვიე მიწაში ჩემი ფიცოდე ეს ამბავი რო ჩამიშალო გესმიშენა მარო იცოდე მაგ საქმიდან არაფერი გამოვა გაიგე შენ იგრე მოიქეცი როგორც მე გეტყვი და ნახოთ გამოვა თუ არ გამოვა გამოეხლა შენოთ ხო ვერაფერი მიქნა მაგრამ უნდა დაგვრე ერთი და ჩემ მარიდასთან მეგობრობთან და ვიცი ამასთან დაკავშირებით მარიდასთან საღარაძესთან და გამოკიდებიათ ვიღაცას თურმე ქუჩაში და უთქვია რომ რატო წაართვი მარიო თუ რა არა ბაზარში ვიყავით ყველს ყიდულობდი და დედა შემათხოვა რომ ამან არის ისო ყველის არჩევაო და შენ აურჩიეო და მივედით და მიყურებს ერთი ხანმე შემომხედავს მე გახედავს მარიდას მე კაცო თქვენ რა გარიგებაში რომ ისინი რო ხართო ცოლებიო და შენ რა უკაცო ამანო ქმარი წაგართვაო და კიდე ერთად ახართო აი ეგეთი ვარ მეთქი მე უთხარი ხო და ისე რომ ძალიან კარგად და მხიარულად და მადლობელი ვარ ძაზასი რამდენჯერ უნდა თქვაო და მე ვთქვი რამდენჯერასთან ჩამივარდება სიტუაცია იმდენჯერ ვიტყვი რომ მადლობელი ვარ ძაზასი რომ ეს როლი მანდო და ბევრი ბედნიერება მომიტანა ხალხმა შეიყვარა იქიდან ტექსტებს ამბობენ ხო აი ეხლა მაგას ხელი დაედება და ვიღაცა წითელი ენტება რომ ხალხს მოეწონა ეს ფილმი შეიყვარა და წარმატებული ფილმი გამოვიდა აი რა როგორ ფიქრობ რომ რა არის ეხა შენი პოპულარობის მიზეზი რა მე ვიცი რომ აი მე გეტყვი თუ კიდე ის არის რომ ნიჭია შეიძლება შენ თავზე არ ილაპარაკო ეხა იმიტომ რომ მე გაუგებია ეხა შენ მე ის რომ მითხარი რომ მე არ ვიყავი ესეთი ბავშვი ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი და აი მაგას საბუნებოდ ვერ წარმოვიდგენდი ეხა რა იმიტომ რომ თან მაშინ კიდე ერთხელ ვიმეორებ ქართულ ბავშვებს ვერ ამუშავებენ ეხა ადვილად რა ეხა 12 წლის გოგო უკვე ისე მუშაობ რომ მეთქი აი ეს ესეთი ტიპი ისეთი ბავშვი იქნებოდა უეჭველი შენ გარდასახულ ხარ არა ერთი ისა რა ქვიან ეხა ეგეც უნდა მოვყე უცებ თუ მაგ რაღაცა პატარა და ერთი ქალი ნუ ეხლა უკვე გავიდა დრო გავიდა რაღაცა და კუსმაზე დავდიოდი ვარჯიშობდი ხო ეხა მეზარება უკვე ხო და ჩამოვედი იქიდან და ძალიან ისეთი მიჭერავს რა თინეიჯერული რაღაც აკეთილი ჯისებდა და რაღაცა ბებერი ქალი მანდანა აი მე ბებერი რაღაცა ძალიან ბებრხულა ნუ მეგონა ალბათ 100 წლის ხო და ისა ბებო მეთქი გადაყვანა ხო არ გელი მე მეგონა გადაყვანა უნდა მეორე ქუჩაზე და არა ისა შენ ის არა ხარ ბანანაჩი რო თამაშობ დიახ მეთქი ბებო მე ვარ მეთქი მე ბებო ვაწვევი მე ხო და ისა მე ბანანა მქვია უი მეთქი ძალიან სასიამოვნო იცი შენი ხათრი დამარქვეს ფილმი რო გამოვიდა ჩემ მშობლებმა დამარქვეს ბანანა ვაიმე დავიწყი თავში ხელი ესე იგი მე ამ ხალხზე 12 წლით უფროსია რო წარმოვიდგინე თავის მოკლა მინდოდა მაგრამ გადავიფიქრე ასეთი რამე გადასასვლელზე კიდევ და გადაგეყარა ხო რომ რა დაეჯახოსო აი მე დედა ნუ აი ასეთი კუ ესეა რა ესე იქნები სულ შენ კიდე кайხალი ჩემო კარგო არაჩვენებია ეხლა მოვდივარ იმაში სკოლაში და იქ ბელისკის კუთხეში იყო არაჩვეულებრივი ბირჯა ეხლა ბირჟაზე ვინ დგანან თენგის სუხიშვილი ეს იყო დაწე ვერის ბირჯა ერქვა თენგის სუხიშვილი ტოგრიკა დოგონიძე ცისკარაჩი რო თამაშობს ჯანო ბაგრატიონი ისა რა ქვიან ოთხმეზური გურამა ჭიპროლას ეძახდა და მოკლედ ეს არაჩვეულებრივი ხალხი ახლა მივდივარ სკოლაში თუ გამოვიდა ეს ფილმი და ეგ მივღერია ჯანო მივღერი მანანა და მეცაკეთა და შევედი სკოლაში ეხლა გავიდა წლები მოვდივარ ვამთავრებ სკოლას მოვდივარ ეხლა ისევ ამ ჩანთით და ეს ისევ ესენი დგანა კაცო ეს ბავშვი აღარ იზრდება და აი ასეთი ისინი იყო ბევრი არა გაზდაზე არ არის ბალკასო აი ესე ეგეთი ახალგაზრდული სულ რაც მახსოვ ხარ ეხლა მე მახსოვ ხარ მარტო ერთი ნუ კარგა ხაზ და ეხლა შენ გახსოვ არ შენ მე მახსოვ ხარ შენ პატარა ხო ნუ ახლა ბევრი დიდი არაფერი სხვაობა არ არის ჩემო კარგო ეხლა დიდი არ არის არაფერი სხვაობა მე მახსოვ ხარ კარგად თუ ახალგაზრდას აი ისიც მახსოვ ხარ შეუგლებრივად რო აჩვიდეს ეხლა ლევან უჩალეშვილთან რო გეროდი ეგ არის 91 წელია მე ვარ
უკვე 22 წელი. არც ვიცი რომ ეგ 91-92 წლებია. და ჩემი ასაკი რო არ ვიცი იცი მე. ხო, არ მაინტერესებს. რაში გაინტერესებს? ეხლა რამდენი ხალი რამდენს როგორც გამოიყურება, იმით ის არის შემოკარგო. ურეკავ ჩემ კლასელს. შენ რამდენი წლის აღარ მეთქი და რა მოგივიდა ნანულიო ტოლები ვართო კაცო ერთ კლასში ტოლები ვართო. ხო და მე არ ვიცი რამდენი წლის ავარ და მითხარი გენაცვალე მე უთხარი. მალე და მე თვითონ დამავიწე. ის ხო იყო შენზე პატარა, რომ გადაყვანა რომ უნდა იმას გადასაშვებზე რომ ხო იყო 12 წლის. ხო იყო და როგორც გამოიყურება, ხარი იმდენი. ხო, ამას წინათ კიდე რაღაც იმაში რესტორანში შევდიოდი და რაღაცა შლაგბაუმი გაგვიხსენით მეთქი რა, ბიძა ჩემო ვეძახი და გამოვიდა ეს ტიპი და მარინა მიზის გვერდზე კახიანი. ხო და ბიძა ჩემო ეს ვისა შეგვიჩვით მეთქი რა იმაზე ვარ თქო რაღაცა მოსულები და ბიძა ჩემო შენ ფილმებზე გავიზარდეო. ტიპა მაიმე. ხო და მარინა მე ნამეტანი მოგივიდა. მარინას მოგითხვა ჩვენგან. მოიგითხოთ მარინა კახიანი, მარინა ჩემო კარგო. გაუბარჯოს მარინას. მოგლეთ, ეხლა რამე დაგითხრა, ხე კინო თუ თეატრი, ეს ბანალურია და არ დამძრახო მაგისთვის რა. ეხლა ეს ბანალური კითხები, მართლა გითხრა, მაგრამ მაინც რაღაცა შეყვარა გაქვს რა მე ამასთან დაკავშირებით. შენ ჩემზე კარგად იცი, ეგა მშვენივრად იცი, როგორ ის თავისებურად კარგია, ეს თავისებურად, მაგრამ კინო ხო იცი როგორც ხდება რა, ეხლა 100 როლი რო ითამაშო თეატრში, შეიძლება პოპულარული ვერ გახდე და არ იყო რაღაცა საყვარელი მსახიობი და კინოში ერთი როლი ხო ეკრანი მაინც ისა და მე მაინც კინოში რადგან ავიდგი ფეხი მაინც კინო მიყვარს. კი ბატონო. რა ეხლა ლუშეთიაში როლებში ეხლა რა ხდება თეატრში რა ხდება ზუსტად? მშვიდობა. ჩვენთან ძალიან კარგი სიტუაცია. მშვიდობა, რეპეტიციებია, სპექტაკლები. ახალს ხო არაპირებთ რამეს და აი რობიკო დგავს მე არა ვარ იქ ახალგაზრდები არიან გენაცვალე ბოლოს ვეფხვის ტყაოსას დგავს ხო რეპეტიციები მიდის და აი ნახოთ ეხლა გოჩა დგავს კიდე ნეაპოლი მისი რა მილიონერების ქალაქი ხო ამას დგავს ხო და აი არის მუშაობა მიდის და ნორმალურად ვართ. აჰა. და რა მაინტერესებს რომ ეხლა ხო რიცი პრემიერა როდის თუ ჯერ არ ვიცით. რომელი? აი ვეფხვის ტყაოსის და ვეფხვის ტყა არა წელს არ იქნება. წელს არ ანუ აი ძალიან ისე მუშაობს, იმიტომ რომ საშილად ნერვიულობს. აბა რა სიზო? საშილად ნერვიულობს და აი ერთ იმას აი დიდხანს ტექსტები მერეთ ისევ თავიდან იწყებს და ძალიან ბერს მუშაობს და ეჭვი არ მეპარება რომ კარგი გამოვა აი რაც ესე გადავხედა ხათა შევიწყდები ხოლმე რეპეტიციაზე და რუბიკოს კარგი გამოვა ვიცი. ეხლა შვილებთან და რაღაცები ერთი-ორი სიტყვის მითხარი. ჩემი საყვარელი შვილები ხო. ჩემი ბავშვები ერთი არის 10 წლის შვილი, მეორე არის 3 წლის. ეხლა ნუ დროებით წასულები არიან კანადაში და ძალიან მენატრება და ეხლა მეც მივდივარ. სად? კანადაში. ბავშვებთან, ხო, ბავშვებთან აბარა მენატრება ჩავალ ნახავ და ისე დღეში 3-ჯერ თუ 5-ჯერ ველაპარაკები და ვხედავ და ყველაფერი. ნანო მალე ჩამოდი. და თვითონ როგორ არიან? თვითონ მიდიბოდიან? თუ როგორ არის? არა, ჯერ ახალი წასულები არიან, ხო, ჯერ ახალი წასულები არიან, როდესაც და ზაფხულში შეიძლება იქ იყო ესე. კი, ზაფხულში აუცილებლად მინდა წასულები. კანადაში, ტორონტოში. გენაცვალე. ძალიან კარგი. ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემო ჯაპანში კითხავს აქციოს მე კანადა რო შტატად აქციოს ტრამპმა. რო აქციოს? მე არ შვებიან ისინი არა. ისინი არ შვებიან. დარჩები ამერიკაში. ხო, არა, არ დავჩები, ჩამოვალ კაცო და ჩემები ჩამოვლენა ბა ეხა აქ უნდა ვიყო და ის არა ქვია მე მიყვარს, მაგრამ კარგია ცოტა გახვალ მოგზაურობა თუ რა მინდოდა ფინალში მეთქვა რომ ჩემი ცხოვრება ეს არაფერი არ ყოფილა შენ ეს კარგად მოგეხსენება ოჯახი, კარგი ოჯახი გყავს, კარგი მეუღლე, კარგი შვილები რაღაცა და ეს ყოფილა ყველაფერი თურმე. აი ჩემი შვილი და ჩემი შვილიშვილები. მე ეს იცი ალბათ დიშვილი ისა რა ქვია გავზარდე ეს ბიჭი ჩემი დიშვილია. მე რო დაგარდა მეცვალა ახალგაზრდა და გავზარდე და ესენი ჩემი შვილი და ჩემი შვილიშვილები არიან. თუ სულ ყველა იქით არიან ეხლა ესენი? არა, ბიჭი და ორი შვილი ცოლი და ორი ბავშვი. აჰა.
რამე ხო არის გეგმებს რამ ეს მაგას აპირებ ეხლა თორემ დასვას. ისე რაღაცები ჯერჯერობით არაფერი არ არის. ჩვენ აი ხა რაღაცა სცენარი მომიტანეს რაღაცა და ეხა მეცინებათან ჯერ არ წამიკითხავს. დავდე და ვეღარ მოვიცალი მაგის დასაკრაი ნახოთ რა ვიცი რა გამოვა. ისე ნუ დაახლოებით ვიცი რა რაღაცა და ნახოთ. გენაცვალო ჩემი თავი აი ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა მე დიდი პატივი იყო ჩემი სტუმრობა ჩემთვის ჩემთვისაც ნამდვილად პატივსაცემი ადამიანი ხარ მეორე რა ვიცი მე ეხლა ჩემთვის მართლა ახლობელი ხარ აი გულით ვამბობ ამას თან მარტო ჩემთვის არა იცი რა აი ისეთი ადამიანი ხარ შენ რაღაცნაირად რო არ გიცნობდეს ადამიანი იმათი ახლობელიც ხარ აი რაღაც აი ესეთი რაღაცა ესეთი შექმნა მერთმა და ვერცმა კარგად გამყოფოს ჯანმრთელად იყო შემოგაგზავნე ყველა დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ ჯერ კიდევ არ არის შორს ბევრი წარმატებები დარწმუნებული ვარ ამაში ეგრე არ გამო ყველაფერი წინ არის რატო რასამო კი ბატონო ყველაფერი წინ არის ჩემო კარგი ეხლა მე მინდა ორი სიტყვა მეც მათქვევი კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და საერთოდ აი ამ რადიოს ამ იმას რა ქვია თქვენ გადაცემას იცი რატო აი ძალიან კარგია ეს რომ აი მსახიობები მოყავთ, იხსენებთ. სულ არ იციან ეხა ზოგმა ახალგაზრდობამ ეხა რო გააჩერო. კაცო თეატრალური ინსტიტუტში არ იციან თუ რამაჭყიკვაძე ვინ არის და ხორავა ხო საერთოდ და ის. და აი ამათ რო ახსენებთ, აი ის რო გაქვთ გადაცემები, აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. უღურმესი მადლობა კიდევ ერთხელ შენ ჩემო კარგი ადამიანო მაგრად იყავი აი ჯანმრთელად იყავი და ყველანაირად ჯანმრთელობას გისურვებ ბარაკას ხვავი ბარაკა კაია ხა ჯანზე რო ხარ და ბარაკა კაბინები აუცილებელია რა მარტო ჯანი არ მინდა ორივე ერთად და გენაცვალე მადლობა წარმატებები კიდევ წარმატებები თქვენ და თქვენ გადაცემებს იქითაც პოსტივის გიყურებს სულ მოდი იმღერე ძალიან კარგია ეგა რო აი მოდიან და რამდენი ხა ისეთი ბევრი რესპონდენტი ვნახე შენი რომელიც არ იცის ხალხმა არა ხალხი მე ყავდა ის აი რა სადარი ნეტა ეს აი გვალია იყო თემური გვალია ყავდა დუგო ყავდა დუგლაძე კიდე ნუ და ხო და ეგენი და ძალიან მიხარია და დიდ პატივისცემ ამიტომ დიდი მადლობა ჩემო კარგ ადამიანო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მე მინდა გამოგებშვიდობოდ ბატონებო და ქალბატონებო ეს იყო ჩემო მაგალითად რადიო სივრცე 98 და 5 თქვენი მონამორჩილები არ მე ჯაპანას პაპანაკება ეს გადაცემა და ერთი პატარა ლექსი მინდა ჩავაგდო რა მოდ შემიყვარდი სხვადასხვა ჩვენი დარდი მე ზამთარი შენ მაისი მე თოვლი ვარ შენ კი ვარდი მიილია მაისი ჩვენი გადაცემაც მიილია მიყვართ კოცნით და გეხობით მომავალ შეხვედრამდე ბრავო